პირდაპირ ეთერში ვრთავთ მედია ცენტრს. გესალმებით, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა 100 დამკვირვებლის მეშვეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ჩვენი დამკვირვებლები იმყოფებოდნენ კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამეგრელოს რეგიონებში. ჩვენი დამკვირვებლების მიერ იქნა დაფიქსირებული 70-ზე მეტი სერიოზული დარღვევა, რის შესახებაც იქნა მომზადებული სპეციალური საჩივრები შესაბამის კომისიებში. განსაკუთრებით მეტი დარღვევები დაფიქსირდა საგარეჯოს, გარდაბნის, მარნეულის, ახმეტის საარჩევნო ოლქებში. ადგილი ჰქონდა როგორც აგიტაციას არჩევნების დღეს და მათ შორის კომისიის წევრების მხრიდან, ასევე სისტემატურად ირღვეოდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. იყო შემთხვევა, როდესაც 2 და მეტი ადამიანი ერთდროულად შედიოდა და ხმას აძლევდა, ერთად აძლევდნენ ხმას. გარდა ამისა, ძალიან ხშირად ჰქონდა ადგილი პირდაპირ კომისიის წევრების მხრიდან აგიტაცია და გაისმოდა სიტყვა ბეშ, რომელიც აზერბაიჯანულად ნიშნავს ხუთს. მაგალითად, 21 საარჩევნო ოლქის 59 უბანზე უბნის კომისიის თავმჯდომარე აქტიურად ეწეოდა აგიტაციას და თითქმის ყველა ამომრჩეველს მოუწოდებდა, რომ შემოეხაზათ ნომერი 5. ასევე ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფაქტს, როდესაც ჩვენს დამკვირვებლებზე განხორციელდა ზეწოლა. იგივე გარდაბნის რაიონში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი ნინო ღვედაშვილი, ასევე გაურკვეველი სტატუსის მქონე პირების მხრიდან მის მიმართ ჰქონდა რამდენჯერმე ზეწოლას ადგილი და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საარჩევნო უბანი. გარდა ამისა, ასევე ზოგიერთ რაიონში იყო გამოყენებული ეგრეთ წოდებული კარუსელი, მხოლოდ კახეთის რეგიონში 50-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა ცენტრის დამკვირვებლების მხრიდან. გარდა ამისა, ასევე მოხდა სერიოზული დარღვევები პანკისში, სოფელ დუიში მეხუთე საარჩევნო უბანზე, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მოიპოვა კენჭისყრის შენობაში მყოფი ერთ-ერთი პირისგან, მოიპოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ელექტრონული მონაცემთა დახურული ბაზიდან ამობეჭდილი 22 დოკუმენტი, სადაც არის სრულყოფილი ინფორმაცია ამომრჩევლების შესახებ. ეს დოკუმენტაცია არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და მასზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. და შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ, რომ განსაკუთრებით მოხდეს სწორედ ამ ფაქტების გამოძიება. მთლიანობაში ჩვენ ასევე მოვითხოვთ იმის გამო, რომ იყო სერიოზული დარღვევები რამდენიმე უბანზე, მოვითხოვთ როგორც საგარეჯოს 57, ასევე გარდაბნის 59 და 57 საარჩევნო უბნების, ასევე ახმეტის მეხუთე უბნის, სოფელ დუიში მდებარე უბნის შედეგების გაუქმებას. გარდა ამისა, ასევე ირღვეოდა ხშირ შემთხვევაში იგივე მარკირების პროცესი. ძალიან ხშირად იყო ადგილი, როდესაც ადამიანი სხვის მაგივრად აძლევდა ხმას. მაგალითად, სოფელ ველისციხეში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც რძალმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო დედამთილის ნაცვლად. ასეთი კურიოზული შემთხვევებიც კი იყო სამწუხაროდ დაფიქსირებული. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემები ხდებოდა და პრობლემის ჰქონდა ადგილი ასევე საჩივრების მიღების პროცესში. ჩვენი დამკვირვებლები აწყდებოდნენ სერიოზულ წინააღმდეგობას კომისიის თავმჯდომარების მხრიდან, როდესაც ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ჩვენ ფაქტიურად ვახერხებდით, რომ ეს კონკრეტული საჩივრები ყოფილიყო დაფიქსირებული. ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ჩვენი დამკვირვებლები ვერ ახერხებდნენ ამ საჩივრების დაფიქსირებას და იყო დიდი წინააღმდეგობა. ასევე დავაფიქსირეთ ფაქტი, როდესაც მედიაზე ხდებოდა ზეწოლა. ჩვენ ასევე გაჩვენებთ კადრებს თუ როგორ ხდება ზეწოლა ინფოცხრის ჟურნალისტზე, როდესაც ჟურნალისტი იყო ფაქტიურად გამოგდებული საერთო საარჩევნო უბნიდან. ასევე იყო სერიოზული ზეწოლა რამდენიმე დამკვირვებლებზე. გარდა ამისა, შენობების საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ როგორც თანამდებობის პირები, ადგილობრივი საკრებულოს წევრები, ასევე ყოფილი გამგებელი, იგივე საგარეჯოში თვითონ დავაფიქსირეთ ყოფილი გამგებელი გარი ბუხნიკაშვილი, ასევე საკრებულოს წევრები, ასევე პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დღის განმავლობაში ერთი უბნიდან მეორე უბანზე გადაადგილდებოდნენ და ადგილი ჰქონდა სერიოზულ ზეწოლას ამომრჩეველზე. მე მინდა რამდენიმე ვიდეო ფაილი, ასევე ფოტომასალაც გაგაცნოთ, რომელიც ეხება ძირითადად საგარეჯოში, გარდაბანში, ასევე დუიში დაფიქსირებულ რამდენიმე სერიოზულ დარღვევას.
საგარეჯოს რაიონი, მე-11 ოლქის 47 საარჩევნო უბანი. ეს იყო ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი და მისი ხელმძღვანელი უჩან ანუაშვილი მას ჟურნალისტებს საარჩევნო დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ოდნავ მოგვიანებით ის ჩვენ მოგვაწვდის ამ დარღვევების ამსახველ ვიდეო მასალასაც, რომელსაც ჩვენ მომდევნო გამოშვებებში ნახავთ.